სიჩქარეში გადმორთო. კარგი ხარ, მიდი. ადრე ჩადი, მაგრამ მეგონი დაგეწევი. ჩვენი დავდგეძმა სერიები გრძელდება და თქვენს წინაშია Doji Challenger-ი Hellcat-ი, რომელსაც აქვს დაახლოებით 8 ცხენამდე, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მოვიყვანეთ არაჩვეულებრივი კორვეტი C8, რომელსაც რავი აქვს უკან და თავის შესაძლებლობებს იყენებს მაქსიმალურად, აი მოჭიდება აქვს ყველაფერი. მაგიტომაც დავაყენეთ 8 ცხენის ზალიანი მანქანა 500 ცხენის ზალიანი მანქანასთან და ვნახავთ რომელს უფრო უკეთესი დრო ექნება. არ დაგავიწყოთ რომ ჩვენი დრაგის წარმომდგენი არის კომპანია Sokari, ძალიან დიდი მადლობა Sokars კიდევ ერთხელ რომ ჩვენს გვერდით არის. არხი გამოიწერეთ და ჩაუჯექით არაჩვეულებრივი ვიდეო გელოდებათ დღეს. მოკლედ, Challenger-ზე რეალურად მათემ უფრო ბევრი რაღაცა იცის. მახსოვს რომ ავტო გვიყვებოდა იმას რომ ცოტა ჩაფათურებული აქვს ხელები. მაგიტო ცხენი აქვს ეხა დაახლოებით 800-მდე. მოიცადა 690 მითხრა საბურავზე რა. 690. მოიცა ბარი მავხადოთ და მაგასაც მოგიყვებით ერთამით. და თან ის არის, რა ქვია, კომპრესორი არის. რა თქმა უნდა, Hellcat არის, სად არის? თან მე ძალადობა არ კაი, არ გიდე, გადი. ჩემი კაი. ხო, მართლა, ეხა რომელშია? გამახსენე? დრიფტის ჩემპიონატს ვატარებთ რა? გვაქვს. მოკლედ, არის ისეთ შინაურული, აი როგორც ფეხბურთზე არის ხომ ეს სამოყვარულო თემა, ეგეთ უფრო გასართობი თემა იქნება, მე მგონია რა. ანუ რეალურად ძალიან მაგარი შეჯიბრი იქნება. მოკლედ 6 ივლისს სტარტდება უმაგრესი შეჯიბრი, სადაც იქნება უცნაური წრიული რბოლა. ანუ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ 8 საუკეთესო წყვილთა მრბოლელი მოვლენ, დადგებიან და ერთად იგაზავებენ. იქნება ჩემპიონთა ბრძოლა დრიფტში. ანუ გუგა კირვალიძე არის ორგანიზატორი, გუგა კირვალიძე. მე რანაირი ჩემპიონი ვარ, ბიჭო, მე რატომ? შენ? ხო. ბიჭო, შენ ჩემპიონი ხარ. როგორ? მე რანაირი ჩემპიონი ვარ. ბიჭო, ხო, მოკლედ, ასეა თუ ისეა, მე მგონი ვასწრებ, მე მგონი ყველაფერი რიგზე მიდის, რამე ჩემე თუ არ გიქნება, უეჭველი გამოვდივარ, ასე რომ, რავი, ხო, მოკლედ, ასეა თუ ისეა, რამე რომც იყოს და მანქანით ვერ გამოვიდე, ისაც ყველა ვარიანტში მოვდივარ და ხო, სულით და გულით აქ ვიქნები რა. და ხერო თუ არ დაგვიქათავს ამ ყველაფერს, აღწერაში იქნება ლინკი, სადაც შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ბილეთები და შეიძინეთ სასწრაფოდ ბილეთები, იმიტომ რომ შეიძლება აღარ იყოს და აუცილებლად მოდი წლის ყველაზე მაგარ შეჯიბრზე. ესე იგი, ძრავზე უცბად, რაც ვიცი. შკივი არის დაპატარავებული, ამას ახლო კადრებით განახილეთ რა თქმა უნდა. ინტერკულერი დგას უფრო ფართო რომ გააგრილოს შესაბამისად ეს ყველაფერი. ნუ ფილტრი უფრო აყენია სპორტული, დიდი, გამტარუნარიანობის რო, ხო, დასრულია, მაგრამ არა უშავს, ანუ კარგად შეიწოვს, რადგან იქ არის იმის რა ქვია, კაპოტის და რაღაცების მწოველები, აქ ძალიან კარგი მწოველი ფილტრი ყავს. კაი, და ეგ არის და ეგ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხან დაჭირდებოდა ნასტროიკება, ხელის ჩაფათურება, ყველაფერიდან საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ დაახლოებით 800 ცხენამდე გვაქვს. და 800 ცხენი დღეს როგორ უნდა დავიმორჩილოთ, არ ვიცი, მაგრამ შევეცდები ყველა ვარიანტში. ჩემი აზრით, ჯობია რომ საერთოდ ცხენები? არა. ზოგადად აქ რამე ხო არ არის კიდე ესეთი. იცი რა, ზოგადად მე მიჩვეული ვარ დაბალ ცხენის ძალით მოგებას და აქენა გამომდინარე, არ ვაპირებ რომ დღესაც ფარხმალი დავყარო, underdog-ი უნდა გავაკეთო. ერთი დეტალი მინდა კიდე აღვნიშნო ამ მანქანაზე, რომ ზოგადად ავტომ ჩამოიტანა ამ მანქანისთვის ჰუსიერი ქვია, თუ რა ქვია იმის ჰუსიერ სლიკები არა ჰოსიერ. კი ვიცი, ჰოსიერ რო იწერება. ჰოსიერ თუ ჰუსიერ, ჰოსიერ როგორ ჰოსიერება. ჰოსიერება ჩამოიტანა ავტომ და დააყენა მანქანაზე, ანუ იდეაში ძალიან მაგარი სლიკი არის, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ჩვენ საფარზე საერთოდ არ მუშაობს. აი ისე ბუქსაობდა მანქანა, რომ აი ვერ ვაჩერებდით რა და რა ვნახოთ საინტერესოა ახლა საბურავზე რას იზავს რა. იმიტომ რომ როგორ ჩანს ეგ საბურავი, ნუ არის აი წებოზე რო დადგე, წებოზე კარგად იმუშაობს და საქართველოს პირობებში წვიმის სლიკი ყველას ეგ უყენია. კი, ხო, საფართან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია საბურავის არჩევა. გავტესტოთ 4-ორები. ზადა ხარ? ზად ხარ წაგებისთვის. ნახე, მე უნდა მეთქვა. სუსტებს განსაცდელი ელით. წავედით მაშინ. ეხა ვიცი რომ C7 ჩამოიყვანა შენ. მოიცა რა ფერია გამახსენე? მაგას არ სპილენდისფერი, ესე დავტოვოთ. ნახე, ყველაფერი გაქვს შემოწმებული. ტექნიკურად კი რას გულისხმობ? ერთი საიტი არსებობს, carvertical.com არის, სადაც დაახლოებით 250 ბაზიდან აგროვებენ ინფორმაციას და თავისთვის ინახავენ რა და ყველა სურათი თუ მოპარვა იყო, ან თუ მოიპარეს, თუ ჩამოყრილია,
გარბენი და ეგეთი რაღაცები, ყველაფერი ჩანს. ძველი სურათებიც არის სხვათა შორის რა. აქ შეგიძლია ყველაფერი ნახო, აქ ჯერ საერთო სურათი არა. პრომო კოდი გვაქვს ხერო 20 და 20%-იანი ფასდაკლება, მართლა თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ. აი ნახე, აქ არის looks good და აქ უკვე need attention ნიშნავს იმას, რომ რაღაც პრობლემა იყო რა და აქ შეგიძლია ნახო უკვე საით მხრიდან იყო დაზიანება, როგორი დაზიანება იყო და ასე შემდეგ. ნუ აქ დეტალურად შეგიძლია გაიარო. აქ გვაქვს, აი ეგ ჩამოყრილი იყო თუ არა, ინახე მაგალითად, აი შკალა არის თუ დაბლა ჩამოვიდა, ეგრე ესე იგი ჩამოყრილი იყო რა და რაც მთავარია თუ რაღაც მანქანას ეძებდა ვერ იპოვე რა, ანუ ვაფშე ინფორმაცია არ იყო, თანხა გიბრუნდება, ანუ არ ხარჯავ ამაში რა, თანხას. ჩვენიერი. მოკლედ ასეა თუ ისეა დაიმოწმე. გადავხედავ ჩემი კოროტის ისტორიას. პრომო კოდი და ნებისმიერ ვარიანტში მგონია რომ შეიძლება გამოგან. აი რაღაც თუ უმიზნებ რომ უეჭველი იყიდულობ, მგონია რომ გამოგადგება. გიში. აი მოკლედ მე გავხსნი სეზონს Hellcat-ით. რაღაც რეჟიმები ვიცი რომ აქ ეხა მოვსინჯავთ. მე ვფიქრობ რომ ორი რეჟიმი უნდა გავტესტოთ. ერთი არის Traction-ს, ერთი აწერია Street-ი და მგონია რომ არის Suzuki Traction Control და მეორე არის Sport-ი. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ვნახოთ მე მაინც მგონია რომ Sport-ით უნდა დავიწყოთ. თუ ბევრი იბუქსავა და პრობლემა ქონდა მანქანას რა, ცურავად რაკი, მე გადავიდე Street-ზე. ეს სისტემები ძირითადად დამოკიდებულია ხოლმე საბურავზე რა, ანუ კაი საბურავი თუ გიყენია, მაშინ ძალიან არ ზღუდავს სისტემა და ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ თუ ცოტა ვერ ეჭიდება მანქანა, მე რეიწყება პრობლემები. და საინტერესო კიდე რა არის, იცი რომ ამ მანქანას მოყვება ორი გასაღები, წითელი და შავი რა. შავით 500 ცხენზე მეც ვერ ჩართავ. ეს არის უკვე 700+. შევდივართ SRT-ს ფუნქციებში, აქ გადავდივართ custom-ში, თუ გვინდა რომ ჩვენ დავარეგულიროთ რაღაცეები, transmission-ი არის Sport-ი მითითებული, traction-ი გვაქვს Sport-ი, suspension-ი Street-ი და გვაქვს 700 ცხენი არჩეული რა, მოკლედ ჯერჯერობით ის არის რაც გვინდა. ეხლა ვცადოთ launch control-ს თუ გავაქტიურებთ და თუ ყველაფერი კარგად იქნა და იმუშავა launch-მაც, მე მგონი კარგ დროს დავწერთ რა. კაი, ეგ არის, წავედით. ამ სიმძიმე მანქანა წავიდო და ბევრად შორს და კი ჩემი რაცია გაფრინდა მართალია ჩემი მობილურიც გაფრინდა არა აქ არის მობილური დავნახოთ ჩვენი დროები რომელიც ჯერჯერობით არ არის ის რაც უნდა იყოს იმიტომ რომ სტარტში ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ რა თავარი პრობლემა ეხა ჩვენი არის სტარტი იცი რა ოქროს შუალედში ჭერს რომ თან ოდნავ გვერდზე მიდის მანქანა რა, მაგრამ თან ცდილობს რომ არ დააბუქსაოს რა. აქედან ხო ესე წავიდა მანქანა. კი, მაგრამ ბოლომდე არ აძლევს მაინც იმ ძალას რაც აქვს რა, რომ არ მოიქნიოს რა. მაგრამ მე რასაც ხვდები, ეს არის მაქსიმუმი ეხა ამ ეტაპზე. კარჩე ერთსაც სინჯავთ და მე შენ სინჯე. იმითი ოღონდ. ჩვენ მართალია უკვე 6 თუ 7 თვეა თანამშრომლობთ პაკელოსთან, ტუზ მოტორსთან, რომელსაც აქვს ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური ხარისხის ზეთი, რომელსაც ჩვენ ყველა ავტომობილში ვასხავთ აბსოლუტურად. Honda იქნება ეს, Supra იქნება, Supra-ს ვიდეოს მალე სხვათა შორის დაგეწევათ, იმიტომ რომ ნელ-ნელა ფინიშში გავდივართ, მაგრამ ასეა თუ ისეა, მინდა გითხრათ, რომ ეხლა გვაქვს განსაკუთრებული პერიოდი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სახელით თუ მიხვალთ ტუზ მოტორსში, შეგიძლიათ პაკელოს შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით. ეს პერიოდი გაგრძელდება მხოლოდ 1 თვე, მერე სტანდარტულ ფასს დაუბრუნდება, ასე რომ შეგიძლიათ ეს დრო თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. ეს მანქანა არის დრაგის ატმოსფერული კლასის გამარჯვებული, რო იცოდეთ რა. ყველაფერი იცის როგორ იძურება და რაღაცა. მაგრამ დღეს მაინც ჩავატარებთ ფოკუსებს. უყვეთ მაყურებელს რა ჯანდაბა, როგორ დადის და სიმართლე გითხრა ის რაღაც სუპერ ქარის ვიძე არის, აი რავი. კი შეიძლება ითქვას რომ ნუ აი
ბიუჯეტური სუპერკარია რა. იმიტომ რომ ზოგადად ესეთი ვიზუალით სოფლიოს დიდი ნაწილი თulis რომ სუპერკარია და ნუ დიდი ნაწილი თulis რომ არ არის სუპერკარი, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ რომ ერთ-ერთი ბიუჯეტური სუპერკარია. მე სუპერკარებში გამყავს. ჩვენი არის მერვე თაობის კორვეტი, ამანქანას ერთ-ერთი უდიდესი პლუსი რაც აქვს არის ძალიან სტაბილური. სხვათა შორის ამანქანის ერთ-ერთი ხიბლი ზუსტად ძრავია, რომ შეგიძლიათ ესე მიხვიდეთ, ვაფშე ხელი არაფერს არ მოგდო და ძრავს ჩახედოთ. აქ გვაქვს ძრავი. ეხლა ავხადოთ. აქედან ვიხდება პირდაპირ? კი, რა თქმა უნდა. დადადადან. ხო, ესე იგი, აქ არის 8 ცილინდრიანი 6 და 2, როგორც მახსოვს, ავტომ ეგრე გვითხრა და ავტოს ძალიან დიდი მადლობა აქედან, ორივე ავტომობილი არის ავტოსი, გვათხოვა და ესე ტკბილად და გემრიელად გაგვიტარებინა მე და მათ ეს დრო. ხო და მახსოვს რომ 400 რაღაცა ცხენი ქონდა. 490. კი, 490 ცხენის ძალა აქვს, dual clutch-ი არის. ნუ გადაცემათა კოლოფი. ხო, ოკეი. კი, ანუ DCT არის. DCT ვინც არიცით, არის dual clutch-ი, ანუ ორმაგი ცეპლენია, რომელიც ერთი რომ მუშაობს, მეორე გამზადებულია უკვე იმისთვის, რომ შემდეგ სიჩქარეში გადაიქცოს და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ნუ ხე PDK-ზე არ ვლაპარაკობ, Porsche-ს გადაცემათა კოლოფზე არ ვლაპარაკობ. იქ დაფრინავენ სადღაც და ძალიან მინიმალურ დროში რთავს, მაგრამ dual clutch-ის არის ისეთი კოლოფი, რომ საერთოდ ვერ გაიგებ გადარსოს რუდის აკეთებს. მათ ეს ამბები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ YouTube-ში გამოიწეროთ და ვადევნოთ თვალყური. ნახავთ როგორ ვიგებთ შეჯიბრებს. ანუ ამანქანს აქვს ორი რეჟიმი. ანუ შეიცოვა, ბოდიში გაწყვეტინებ. არ არის პრობლემა. ხო. ხონა შეიცოვა. წოვარებიც მოთხოვე. ამანქანას აქვს ორი რეჟიმი. ანუ საერთოდ როცა გამოვედით რაგზე, პირველ დღეს მეყენა Toyo 3-რუიანი. და მაინც ცოტა ბუქსაობდა და როცა მინდოდა რომ გამეცხელებინა საბურავია, ყველაფერი უცადე და რეალურად არ აქვს ის რეჟიმი, რომ ადგზე გააჩერო ტორმზე და გაზე შეჯდე და დააბუქსავს. მანქანა არ გაკეთებინებს არაფერს, ერთი რაც გაქვს შეგიძლია მხოლოდ ლანჩით რო გააკეთო რა ხდება? არა, 1000 აბაროზე ადის და არაფერს არ შვება. ანუ ტორმზე გიბლოკავს მაგას. კი, არაფერს არ შვება, არ ბუქსავს, ერთი რეჟიმი რაც გაქვს ლანჩზე უნდა დადგე. ან 1000 აბაროზე დადგე, ტრექშენი გათიშვა და როგორც კი დაიძურები, მოწყდები სხვანაირად წაყვა. მოკლედ მე მგონია რომ ადამიანების ორი კატეგორია არსებობს, ვისაც უყვარს კორვეტი, ცერვა, ნაზი, ესეთი სულის პატრონი და მეორე არის Dodge Challenger-ი, Hellcat-ი, რომელიც არის ძალიან ბრაზიანი, მაგრამ როგორი გემოვნებას არ უნდა გქონდეთ თქვენ, შეგიძლიათ ხო ავტოიმპორტის მეშვეობით ჩამოიყვანოთ ერთიც და მეორეც, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან. ასე რომ შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენი პრომოკოდი ხერო გამოიყენოთ, იმიტომ რომ ბენეფიტები გექნებათ ხოვაში და ჩვენიანები იქნებით ეგრევე და საბოლოო ჯამში თუ გადაწყვიტავთ რომელიმეს ჩამოყვანას, ხო ავტოიმპორტ შეგიძლია მიმართოთ. იმას აკითხრა, ისეთი საბეჭდილება მაქვს, რომ სერვა ბევრად სწრაფი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი დროები არ მოგვეწონა საბურავიდან გამომდინარე, მაგრამ იმედია მათ ეს არ ესმის, რომ ფსიქოლოგიურად არ იმოქმედოს, რომ უკვე გამარჯვებული ვარო. ეხლა ვნახავთ სერვას დროს, შევეცდებით, რომ უყურე ხა რა, რამე კარგი სასმელი რო გყავდეს ეხა სპონსორად რა, საბურავში ცოტა დაუსხავდი რაღაც აქეთ და დროს გაუფუჭებდი ეხა. დამიჯერეთ, მოდით, აქავართ. სპონსორად, მოდით. აი საქმეებში გამოვიყენებთ თქვენ სასმელებს. ეხლა გავახმოვანებ. მე მინდოდა მეთქვა რომ აი ალექსანდრეს ყოველთვის დავჩაგრა. აი ხა დავსტარტავ და ნახე, ამაზეც არის წაბუქსავების მომენტი რა, მაგრამ ეს რო წაბუქსავდება, всё, მე კარგად მინდის, მაგრად ეჭიდება, მაგრამ აი ის ცოტათი მეზბუქსაობს რა. ეხლა დრაგზე რო შევალთ კი ოდნავ გავახურებ საბურავს და გავათბობთ რომ უკეთესად მოეჭიდოს, მაგრამ მაინც მგონია რომ სტარტი ჩვენი არ იქნება რა, მაგრამ შეიძლება იყოს გაგორებულიდან გასულები ჩვენი, იმიტომ რომ ამას მეტი ცხენი ძალა აქვს. ვიცი რომ აეროდინამიკა იმას თვალში ხვდება რომ ბევრად უკეთესი აქვს ვიდრე ამას, მაგრამ ცხენი მაინც მეტი. საბურავები გავათბეთ, მეორე გარბენისთვისაც უკვე მზად ვართ და ნახოთ უკვე გამთბარი საბურავები რა სხვაობას მოგცემს. სანამ ვისვენებ. სნეკები.
აი ეს შოკოლადის ჭხირები მიყვარს, მართლა გემ გულწრფელად გემები, ყველაზე მეტად კროკოს თუ რამე აქვს რა. არაყი და პეჩენია ალბათ ასაკში ვარ ეხა და უკვე ტკბილები მიყვარს. მანქანაში თან არაყი უდევს და არაყი და პეჩენიაო და აყოლებს ხოლმე რა. ყველაზე გემრიელი. ესეთი მარილიანებიც არის, მაგრამ უეჭველი ვინმეს თუ არ გაქვს დასინჯული შოკოლადის უეჭველი გასინჯეთ მაგრად გაგისწორებს. ბავშვებს წაუღებ თან. კი, დავნახავთ. შენსაც ამოვიღებ, ჩემსაც ხო არ გინაღურება. კაი, მათე, დასტარტავ შენ. თუ კიდე დასტარტე და დაგეწევი. კაი, მაშინ დავითვლი მე და დავსტარტოთ. კაი. რაციას მე ეგრევე დაბლავაგდებ, რო იცოდე. 1 2 აი სტარტში მე რა კორვეს არის ხეთ. მერე ვეწევი. რამე შანსი არის, სტარტი უნდა გამოვასწოროთ რა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ კარად მე ვისტარტი იყო შემოწმიდან. ესობა უნდა კონდესა. მე ერთი სტარტიდან კიდევ ვსადოთ და მე გაგორებული გავდესო. მეც ეგრე ვფიქრობ, გაგორებული უფრო იქნება ამ მანქანისთვის, ასე ვთქვათ, შენთან ჩასაჭიდი რა იყო და ჩემი კაი 5 საათი ბენზინი არ გაიგებ. ჩასაჭიდი არა დასადგომი. ახო. ერთორი სამი. რატომ მიდიხარ გვერდულად, აი რა დროს გვერდულად წასვლა იყო რა, ვერთო ჩემო, მაგრამ მაღლებში მეწევი ჩემი კაი. მასრო რა ბიჭო აუ ბიჭო ავტობანის ტექნიკა გამოვიყენე რა ავტობანზე რო დგებიან ხოლმე როგორ ითვლიან იცი 1 2 3 და ეგრევე ადგავენ კატასტროფაა ჩედერები ფერკიშოა ხო მაგრამ სხვათა შორის ანუ მუშაობს ეგ ტექნიკა მე არ ვიცოდი მუშაობდა მუშაობს ჩედერება ბოლოს ჩემი გადაღებაა ეხლა. მე როგორც ვიტყვი ეგრე უნდა იყოს იასნა. კაი, წავედით. რა სიჩქარეზე, მაგრამ მოყვები მიდი რა. რეალურად საბურავი რა მე დარწმუნებული ვარ სლიკებზე რო ყოფილიყავით მათე შენ გასაგონად ვიძახი აბშე ვიდეოები რო აღარ გადავიღოთ და ჩვენი ვარაუდები ჩავწეროთ მაინც ეგრე გამოდის ბიჭო მე ვფიქრობ რომ რაც ვილაპარაკეთ ეს იყო ძალიან ლოგიკური ვარაუდი იმის გამო რომ მეც და შენ საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ ამ ახალგაზრდობაში ხო გაგიკეთე მათე ხო გაგიკეთე მაინც აი ეგრე გინდა ერთი გაგასწარი აი Are you ready? Adre chat, mara mengori dagetsene mains. Odi. Au. მაკლოდა. აი. სუცოტა. ბიჭო,
კაროჩე, მე როგორც მივხვდი, ჯობია დავიცვალო, იმიტომ რომ ეხა აშკარად ადრე ჩაადგის შენ. ჩეთერობა შენ მასწავლე და მეც გამოვიყენე. დამო. დაბლიტასი ჩქარეში გადმორთო. კარგი ხარ, მიდი, არა წლები თავის საშუალება მაინც. არა ბიჭი, თორმოზი რა მაგარი ქოდია თელკეს. ცოტა კი აჯანჭყერებს ეგ, მაგრამ ეგ არის აპორნების ბრალი რა. და არაფერი არ არის ისეთი. როგორ ისიამოვნეთ ბატონო მათე, როგორ იმედები გქონდათ მითხარი? აი, რა იმედიც მქონდა ზუსტად ეგრე მოხდა ყველაფერი. დრაგი არის გაჩერებული მანქანიდან 402 მეტრით გავვა. პეღებზე ვკიდია, დრაგში მოვიდეთ. კი, ოფიციალური დრაგი მოიგეთ, მაგრამ ისეთი კაი ბიჭური დათქმები რო იცოდეთ რა, ეგ ქუჩაში და რაღაცა ჩვენ მოვიგეთ, ანუ გაგორებულზე გულისხმობ. რუსთავის დრაგი, ჩემია წეროვნის ბანი შენ. Exactly.